თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სოფლიოში აბსოლუტურად ყველა ადამიანი იცნობს სამ დიდ აბრაამულ რელიგიას. შეიძლება ჩრდილოეთ კორეელების გარდა, მაგრამ მაგათ რაში სჭირდებათ ქრისტე, როცა დიადი ბელადი კი მიყავთ. ქრისტიანობა, ისლამი და იუდაიზმი დღეს სამი წამყვანი რელიგიაა მსოფლიოში. მორწმუნე ადამიანების უმრავლესობა სწორედ მათ მიეკუთვნება. ასევე ყველანი ვიცნობთ მათ კონფესიებს ან მიმდინარეობებს. ქრისტიანობის შემთხვევაში ეს არის კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და რა თქმა უნდა მართლმადიდებლობა. ისლამის შემთხვევაში ყველაზე ცნობილები არიან სუნიტები და შიიტები. და ზოგმა არ იცის, მაგრამ იუდაიზმის მიმდევრებიც იყოფიან ორთოდოქსულებად და მიჭირს ამ სიტყვის წარმოთქმა კონსერვატორულებად, თუ არ ვცდები ასეა სწორი. კი ვიცი, რომ ძალიან საბაზო საკითხებზე ვსაუბრობ, მაგრამ ეს გვჭირდება შესავლის გასაკეთებლად. დიდი სამი აბრაამული რელიგია მეტნაწილად ჰარმონიაში არსებობს დღეს. მეტნაწილად ვთქვი. საბედნიეროდ რელიგიური ომები ძირითადად წარსულში დავტოვეთ. ყველას აქვს თავისი წმინდა წიგნი, თავისი სწავლებები და გავლენის ზონებიც კი. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც არ უყვართ არც ქრისტიანებს, არც მუსულმანებს და არც ებრაელებს. და ეს ჯგუფები არიან სექტანტები. ჩვენთან საქართველოში მეტნაწილად როდესაც ხალხს რელიგიური სექტები ესმის, ერთ კონკრეტულზე ფიქრობენ: იეჰოვას მოწმეები. ან უფრო მოკლედ რო ვთქვათ, იეჰოველები. და კი სწორი ტერმინი იეჰოველი არის და არა იაჰოველი. მიუხედავად იმისა, რომ სექტას საფუძველი ამერიკაში ჩაეყარა, მათ სამშობლოში ბევრად უფრო ცნობილი სექტა არის სახელად საენტოლოგია. და კი ისინი ამერიკაში იეჰოველებზე უფრო დიდი ჯგუფი არიან. ტომ კრუზიც კი შედის მათ სიაში, ეს სიურპრიზი მათთვის, ვინც ამაზე არ იცოდა აქამდე. თუმცა ქრისტიანობა არ არის ერთადერთი აბრაამული რელიგია, რომლის გარშემოც სექტები შეიქმნა. ისლამსაც ახლავს მსგავსი მოვლენები და მათ შორის არსებობს ერთი იმდენად უცნაური და გიჟური სექტა, რომ როდესაც ნამდვილმა მუსულმანებმა მის შესახებ გაიგეს, თვითონაც კი შოკში დარჩნენ. დღევანდელ ვიდეოში თქვენ გაიგებთ რა არის ისლამის ნაცია და ვინ არის მამა იაკუბი და როგორ შექმნა მან თეთრი რასა. სანამ დავიწყებთ ძირითად თემაზე საუბარს, თუ პირველად ხართ ამ არხზე, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ის, დაალაიქოთ ეს ვიდეო და დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი, ეს ხელს შეუწყობს არხის განვითარებას. ასევე ვიდეოს აღწერაში იპოვით ჩვენი Discord-ის სერვერს და სტრიმების არხს, სადაც შეძლებთ პირადად გაისაუბროთ ჩემთან. გონი იმით უნდა დავიწყოთ, რომ რელიგია ძალიან სენსიტიური თემაა და სავარაუდოდ კარგი იქნება პატარა დისკლეიმერს თუ გავაკეთებ. ისევე როგორც იეჰოველებს და საენტოლოგებს არ აქვთ არანაირი შეხება ნამდვილ ქრისტიანობასთან, ასევე არანაირი შეხება არ აქვს ისლამის ნაციას ნამდვილ ისლამთან. ოკეი? დავიმახსოვრეთ ეს ფაქტი. დღეს რელიგიებზე კი არა, კონკრეტულად სექტებზე გვექნება საუბარი. მოდი გავიგოთ, რას მოიცავს საკუთარ თავში ისლამის ნაციის ბექგრაუნდი, ან ის, რისიც მათ სწავლთ. ჩვენი ისტორია იწყება 76 ტრილიონი წლის წინ, კი სწორედ გაიგეთ, ტრილიონი. სამყარო დიდი აფეთქების შედეგად არ დაწყებულა 14 მილიარდი წლის წინ, როგორც გეგონათ. სწორედ 76 ტრილიონი წლის წინ სიცარიელიდან გაჩნდა ღმერთი, რომელმაც საკუთარ თავს ალაჰი უწოდა და მან შავკანიანი ადამიანის ფორმა მიიღო. სწორედ მან შექმნა სამყარო და პლანეტები დედამიწის ჩათვლით და მათ შორის მან ასევე შექმნა კიდევ 23 ღმერთი, რომლებსაც მეცნიერები ეწოდებოდათ და რიგრიგობით ირგებდნენ ღმერთის როლს. ხოლო ამ 23 ღმერთმა შედეგად შექმნა ადამიანების 13 კლანი და კი ისინიც ყველანი შავკანიანები იყვნენ. თანაც რატომღაც ამ ადამიანებს აზიელები ერქვათ, მაგრამ სამწუხაროდ ამ 23 ღმერთიდან ერთ-ერთი მათგანი ბოროტი მოღალატე აღმოჩნდა და 66 ტრილიონი წლის წინ მან მსოფლიოს აფეთქებას სცადა დინამიტით. ხო, სწორედ გაიგეთ, არც ღვთაებრივი მაგიით, არც სხვა რამე არა ამქვეყნიური ძალით, დინამიტით. მაგრამ მისი გეგმა ჩაიშალა, პლანეტა არ აფეთქდა და მას მხოლოდ პატარა ნაწილი მოძვრა, რომელსაც მომავალში მთვარე დაერქვა. ადამიანების ის ნაწილი, რომელიც დედამიწის მობლეჯი ნაწილზე ცხოვრობდა, მთვარესთან ერთად აღმოჩნდა კოსმოსში და უწყლოობით დაიხოცა. ხო, კონკრეტულად წყლის არქონა მოუღოთ ბოლო. ამ დროს ლორი ორ ნაწილად იყოფა. ერთი იძახის, რომ ყველა ტომი გადაშენდა, ერთი ყველაზე განვითარებული შაბასის გარდა, ხოლო მეორე კი, რომ დანარჩენმა 12-მა მშვიდობიანად გააგრძელა ცხოვრება. შაბასი ცხოვრობდა დღევანდელი მდინარე ნილოსის ახლოს მყოფ ტერიტორიაზე და ასევე დღევანდელ საუდის არაბეთში. სწორედ მათ დაარსეს წმინდა ქალაქი მექა და იქვე დასახლდნენ. სექტანტები თვლიან, რომ დღევანდელი შავი ადამიანები სწორედ ამ კლანის შთამომავლები არიან. ისინი, ვინებიც იცავდნენ ისლამის წესებს, გახდნენ დღევანდელი არაბები და აფრიკელები,
ხოლო დანარჩენი ურწმუნოები ინდოელები და ინდიელები. საინტერესო ის არის, რომ ისლამის ნაციის თანახმად მაშინდელი მექა იყო სუპერ განვითარებული ცივილიზაცია, რომელშიც მხოლოდ შავები ცხოვრობდნენ და სწორედ იქ დაიბადა თეთრი ადამიანების მამა, გენიოსი სახელად იაკუბი. ის იმდენად გენიალური იყო, რომ 18 წლის ასაკში დაამთავრა ყველა უნივერსიტეტი, მაგრამ სამწუხაროდ ის ბოროტი გენია აღმოჩნდა. მას მსოფლიო დომინირება მოუნდა. მას თავში აზრად მოუვიდა შავი ადამიანების საპირისპირო პოლუსის თეთრი ადამიანების რასის შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ის შეძლებდა შავკანიანების დამორჩილებას. იაკუბმა დაასკვნა, რომ ნაკლებად მუქი კანის ფერის მქონე ადამიანების შეჯვარებით ნელ-ნელა მათი გათეთრება შეიძლება, რომლებიც მომავალში მისთვის სამყაროს დაიპყრობდნენ. ერთგვარი 6000 წლის წინანდელი ევგენიკის მოწყობა უნდა მოკლეთ და კი დაახლოებით 6500 წლის წინ ხდება ეს მოვლენები სექტის ლორის თანახმად. რა თქმა უნდა, მექის მაშინდელ მცხოვრებლებს ეს იდეა საშინლად არ მოეწონათ და იაკუბი თავის 49999 მიმდევართან ერთად ბერძნულ კუნძულ პატმოსზე განდევნეს, სადაც იაკუბი არ დანებდა და დაიწყო თავისი ექსპერიმენტების ჩატარება. კითხვა მაქვს კონკრეტულად 59999 რატო და არა 60000. ის ანეკდოტი მახსენდება 99 ხინკალზე. იაკუბი დაუნდობელი დიქტატორი იყო. თუ შედარებით ღია ფერის მქონე შავებს მუქი ფერის შვილი ეყოლებოდათ, ის მას მომენტალურად კლავდა. ხოლო ღია ფერის ნაშიერებს იტოვებდა, რომ მომავალში, როდესაც წამოიზრდებოდნენ, მასავით ღია ფერის მქონესთან შეეჯვარებინა. YouTube თხოვ არ დამიბლოკო არხი ლორს ხსნი უბრალოდ. ექსპერიმენტს საგრძნობი დრო დასჭირდა შედეგის მოსატანად, თავიდან მხოლოდ ყვითელკანიანი და წითელკანიანი ადამიანები დაიბადნენ. სხვა სიტყვებით, დღევანდელი აღმოსავლეთ აზიელები. ხოლო უკვე მათგან გამოვიდა ის, რისკენაც იაკუბი ასე დაუღლელად მიისწრაფოდა, თეთრი ადამიანები. მაგრამ თავად იაკუბი თავისი იდეების ნაყოფს ვერ მოესწრო. ექსპერიმენტი და ევგენიკური პროცესი 600 წელი გაგრძელდა, ხოლო თავად იაკუბი 150 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაწყებული საქმე ბოლომდე მხოლოდ მისმა მიმდევრებმა მიიყვანეს. აბა გამოიცანით, ვინები იყვნენ პირველი თეთრი ადამიანები. პატარა მინიშნებას მოგცემთ, სექტის დამაარსებელი, რომელსაც რა თქმა უნდა შევეხებით ამ ვიდეოში, რასისტთან ერთად დიდი ანტისემიტი იყო. 5 წამი გაქვთ პასუხის გასაცემად. და სწორია, პირველი თეთრი ადამიანები და სექტის დამფუძნებლის აზრით სიბოროტის მთავარი განსახიერება იყვნენ ებრაელები. კარგი, რადგან ვახსენეთ დამფუძნებელი, მოდი მცირე პაუზა ავიღოთ და ვთქვათ, ვინ იყო ის სინამდვილეში. სექტა დაარსდა 1920 წელს დეტროიტში, მისი დამფუძნებელი და პირველი ლიდერი იყო ვიღაც ვოლის ფართ მუჰამადი, რომელიც თავად არ იყო შავკანიანი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ეს. საიდან გაჩნდა ის, არავინ იცის, მხოლოდ ის არის მასზე ცნობილი, რასაც თავად მოყვა. ის ჩავიდა ამერიკაში მექიდან, რომ შავებს მათი დომინანტური როლი დაუბრუნოთ სამყაროში და დაამთავროს თეთრების მმართველობა. ფართის თქმით, შავები არიან ზერასა, თეთრები კი ეშმაკის მიმდევრები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი ნიჭი ეშმაკობის გარდა. კი, შიზოფრენიას ავიჯღერს, მაგრამ ეს ყველაფერი სეგრეგაციის პერიოდში ხდებოდა და ამის გამო ფართმა მალე იპოვა მიმდევრები. თუმცა, მისი დიდი ამბიციები მალევე გაქრა მასთან ერთად ცნობისთვის სულ რაღაც 4 წელში, როდესაც მისმა ერთ-ერთმა მიმდევარმა სახალხო ჩაატარა მსხვერპლ შეწირვა, რის შემდეგაც სექტით პოლიცია დაინტერესდა. რამდენიმე ლიდერი ციხეში გაუშვეს, ხოლო ფართს ქალაქში გამოჩენა აუკრძალეს, რის შემდეგ ის საერთოდ გაქრა. მისი ადგილი დაიკავა ვიღაც ელაიჯა ფულმა, რომელმაც სახელი ელაიჯა მუჰამადზე გადაიკეთა. სწორედ მისი მმართველობის ქვეშ მიაღწია სექტამ ზრდას და რაღაც მხრივ წარმატებასაც კი. მაგრამ ჯერ თეთრების მამაზე გავაგრძელოთ საუბარი. იაკუბის ამბიციების მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ თეთრი ადამიანების პირველი თაობა დეფექტიანი იყო და არც სიეშმაკით გამოირჩეოდა და არც ინტელექტით. ამიტომაც ისინი მარტივად განდევნეს ევროპის კონტინენტზე, სადაც ისინი ბოლომდე დეგრადირდნენ ნიანდერტალებამდე და საერთოდაც მაიმუნებამდეც კი. ამ ყველაფრის შემხედვარე 23 ღმერთი ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ და სიტუაციის გამოსწორების მიზნით უგზავნიდნენ თეთრებს წინასწარმეტყველებს, რომელთა შორის პირველიც იყო მოსე. მან თეთრებს ასწავლა ჩაცმა და საჭმლის მომზადება და ცდილობდა, რომ ისინი ცივილიზაციად ექცია, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამოუვიდა. ამიტომაც მან 300 ყველაზე მომაბეზრებელი და აუტანელი მათგანი დინამიტით ააფეთქა. ხო, ისევ დინამიტით მაგიის ნაცვლად.
მეორე წინასწარმეტყველი იყო იესო, მაგრამ მისი ისტორია ერთ-ერთი ისეთია როგორც ბიბლიაში, ამიტომაც გამეორებას არ აქვს აზრი. ასევე მცირე დეტალები მინდა ჩავამატო, არსებობს იაკუბის ალტერნატიული ისტორია, რომლის თანახმადაც ადამიანები ანგელოზებმა შექმნეს, რომ მაღაროებიდან ოქრო ამოეტანათ და ატმოსფერო შეეკეთებინათ, რადგან ანგელოზებმა წყალბადის ბომბი ჩამოაგდეს დედამიწაზე, რომ ეშმაკი მოეკლათ. ამ ეტაპზე უკვე არ ვიცი სექტის ბექგრაუნდს ყვები თუ ევანგელიონის ფანფიქს ვკითხულობ. ალტერნატიული ისტორიის თანახმად პირველ ადამიანებს ფსიქიკური ძალები ჰქონდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში დაკარგეს ისინი. მაგრამ იაკუბმა შეძლო მათი შენარჩუნება, რადგან ორი ტვინი ჰქონდა და ამ ძალის და სუპერინტელექტის მეშვეობით შექმნა თეთრი ადამიანები. დანარჩენი ისტორია ორიგინალურს მიყვება, იმ მცირე განსხვავებებით, რომ ამ ვერსიაში იაკუბი მას შემდეგ მოკვდა, რაც მისი მეორე ტვინი აფეთქდა. მოკლედ, მოდი ორიგინალს დაუბრუნდეთ. შემდეგ ლორი ძალიან უცნაურ მიმართულებას იღებს, თურმე ებრაელებმა ეტაპობრივად აითვისეს სპეციალური უნარები, რომლებიც მათ შავკანიანების გასულელებაში უწყობდათ ხელს. რის შედეგადაც შეგვიძლია ტაიმსკიპი გავაკეთოთ ათბყოში და სწორედ ამ უნარების წყალობით მათ დაიპყრეს მთლიანი მსოფლიო, მონებად აქციეს შავები და წაიყვანეს ევროპის და ამერიკის კონტინენტზე, სადაც აიძულეს თეთრების რელიგია, ქრისტიანობა მიეღოთ. ასევე სექტანტებს აქვთ საკუთარი მომავლის ხედვაც, მათი აზრით მალე მოვა დრო, როდესაც დედამიწაზე მოფრინდება კოსმოსური ხომალდი, რომელშიც ის პირველი ღმერთი და მისი შექმნილი 23 მიმდევარი ცხოვრობენ. და კი პირდაპირ მნიშვნელობით კოსმოსურ ხომალდზე გვაქვს საუბარი. ეს ხომალდი ისეთი დიდია, რომ მასში 1500 პატარა ხომალდი ეტევა ქალაქთან ერთად და ის ადამიანებისთვის უცნობი მყარი მასალისგან არის გაკეთებული. ყველაზე საინტერესო ისა, რომ ხომალდის ზომა დაკონკრეტებულია 800 მეტრი 800 მეტრზე. არ ვიცი პატარა 1500 ხომალდი როგორ ჩაეტია მასში. და ასევე ცნობილია, რომ მისი აშენება 15 მილიარდი დოლარი ოქრო დაჯდა. არა, ეს გრამატიკული შეცდომა არ არის, პირდაპირი ციტატაა. როდესაც ეს ხომალდი მოფრინდება, დედამიწაზე ისლამის ნაციის ყველა მიმდევარს თან წაიყვანს, პლანეტას კი ბომბებს დაუშენს, კი ისევ ბომბები, რომლებიც ბოლოს მოუღებს თეთრებს და მათ მოწყობილ სისტემას, რომლის გამოც სწორედ ისინი მართავენ სამყაროს. დაბომბვის შემდეგ ატმოსფერო კიდევ 390 წელი იქნება გაუძლებლად ცხელი და კიდევ 600 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ გაგრილდეს. რის შემდეგაც ისლამის ნაციის მიმდევრები დაბრუნდებიან დედამიწაზე და სამყაროში ისევ შავკანიანების მმართველობის ეპოქა დადგება. და კი თეთრების მმართველობის ეპოქაში ებრაელები მოიხსენიებიან. სექტის ლიდერის თანახმად ისინი მართავენ დღეს მსოფლიოს და მათ შორის აკონტროლებენ ამერიკის მთავრობას. საინტერესო ფაქტი, რომელიც ცოტა მიცის, ცნობილი შავების უფლებებისთვის მებრძოლი მალკომ ლითლი, უფრო ცნობილი როგორც მალკომ იქსი, სწორედ ამ სექტის წევრი იყო და ერთი პერიოდი ის მეორე კაცი იყო მნიშვნელობით თავად ლიდერის ელაიჯა მუჰამადის შემდეგ. მაგრამ რაღაც ეტაპზე მას გაუგებრობა მოუვიდა სექტის ლიდერთან, მან დატოვა ისლამური ნაცია და გახდა სუნიტი, რის შემდეგადაც ის გაემგზავრა მექაში და აღმოაჩინა, რომ სექტას არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ისლამთან და მუსულმანებს შორის თეთრკანიანებიც არიან და შავებიც და ისინი ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან. ხოლო თავად მუსულმანები კი შოკში დარჩნენ მალკოლმის მონაყოლის შემდეგ. აი ასეთი ამბავი გამოვიდა. ალბათ გაინტერესებთ სექტას რა ბედი ეწია. როდესაც ელაიჯა მუჰამადი გარდაიცვალა, სექტის თავში მისი შვილი, ასევე ელაიჯა მუჰამადი მოვიდა, რომელმაც სცადა სექტა ნორმალური ისლამისთვის დაემსგავსებინა. მაგრამ მიმდევრები არ იყვნენ ამით დაინტერესებულები. რის შედეგადაც მან სექტის დაშლა სცადა, რამაც ასევე არ გამოიღო შედეგი. ცოტა ხანში მამამისის მეგობარმა ლუის ფარაჰანმა ახლიდან შეკრიბა სექტა და განაცხადა, რომ ხილვა ნახა, რომელშიც მას ღმერთი გამოეცხადა და უთხრა, რომ ამერიკა ომის დაწყებას აპირებდა და ცოტა ხანში ამერიკა რეალურად შეიჭრა ლიბიაში და დაიწყო ომი. რის შედეგადაც სექტა მის გარშემო გაერთიანდა და ის დღემდე არსებობს. ახალი ლიდერი ლუის ფარაჰანი კი უკვე 92 წლის არის. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რას ფიქრობთ მამა იაკუბზე. ჩემი აზრით ის რეალურად უნდა მივიღოთ თეთრი რასის შემქმნელად და ყოველდღე მადლობა უნდა ვუხადოთ ჩვენი შექმნისთვის. ხუმრობების გარეშე, ჩემი აზრით ეს ისტორია იმის მაგალითია, რომ ადამიანებს ნებისმიერ ამას დააჯერებ თუ კარგი ორატორული უნარები გაგაჩნია. რამაც იდეა მომცა, ჩვენც ხომ არ შევქმნათ საკუთარი სექტა და ხომ არ გადაუბარგდეთ სადმე კუნძულზე, სადაც საკუთარ საზოგადოებას ავაშენებთ. მე კი დიდად არ მინდა, მაგრამ კარგი ჩავიბარებ თქვენი ლიდერის როლს. Yes, I am humble like that. გამოიწაეთ არხი,
დატოვეთ ნებისმიერი კომენტარი და დალაიქეთ ვიდეო, რომ ხელი შეუწყოთ მის განვითარებას და ასევე არ დაგავიწყდეთ ჩვენ Discord-ის სერვერი და სტრიმების არხი. ხოლო მე კი თქვენ მომავალ ვიდეოში შეგხვდებით. ნახვამდის. Huh?